დილომშვიდობის საქართველოს დღეს 17 ოქტომბერია უყურებთ კურიერს 9 საათზე. განათლების რეფორმის შესახებ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დამატებითი განმარტებები გააკეთა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა 3+1 სწავლების სისტემასა და მის უპირატესობებზე. პრემიერი შეეხო სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების თემასაც. ასევე ირაკლი კობახიძის განცხადებით ამბიციური ამოცანა უნდა გქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორცაც ახერხებს სხვა განვითარებულ ქვეყანაში. Ყველა თანხდება იმასე, რომ დღეს უმაღლესი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, სტანდარტებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გქონდეს ამბიციური ამოცანა, რომ საქართველოში ქართულმა სტუდენტმა შეძლოს ზუსტად ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება, როგორცაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში. თავსებით საკმარისია 3 წელი იმისათვის, რომ ამ საბაკალავრო ცოდნას, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი. ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს. სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დაენერგოს 3+1 სისტემა. 3+1 აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია. Ყველა მიმართულებით ოპტიმიზაცია ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც 4+2-დან გადადიხარ 3+1-ზე, რა თქმა უნდა, ამით დაახლოებით 25%-ით უზრუნველყოფ ხარჯების ეკონომიას და რესურსები სხვანაირად შეგიძლია გადაანაწილო და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, დაახლოებით 30,000 სტუდენტი აბარებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, 30,000-ით მეტი ადამიანი დაემატება შრომის ბაზარს, რაც ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა შეიქმნას ბირთვი, ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან საკუთარ თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმწიფოების შემუშავებას. ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული ასეთი ადამიანებისთვის, პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის. როგორც კი შენ ინფრასტრუქტურას განავითარებ, როგორც კი სათანადო ხელფას მიცემ პროფესორ-მასწავლებლებს, მაშინ სხვადასხვა სექტორიდანაც წამოვლენ უკვე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები იმისათვის, რომ ასწავლონ უნივერსიტეტებში. თუ ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი. 100 მაგის სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხებს შორის დღევანდელი მოცემულობით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის. ჩვენ გვექნება ასევე შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, რექტორებთან, სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე არსებითად შეიძლება შეიცვალოს, თუმცა დავალოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის და დავალოდოთ ამ დისკუსიების შედეგებს. ახალ საგანმანათლებლო ინიციატივაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძის განცხადებით სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც საშუალო განათლება 12 წლის მაგივრად 11 წლით ჩანაცვლდება. ინიციატივა შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც უნივერსიტეტები 3+1 სისტემაზე გადადიან, რაც 3 წლიან ბაკალავრიატს და 1 წლიან მაგისტრატურას გულისხმობს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც. უმაღლესი განათლების რეფორმა შეუძლებელია განყენებულად იქნეს განხორციელებული თუ არა ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც დაკავშირებულია პარალელურ რეჟიმში პროფესიული განათლების განვითარება გაძლიერებასთან და სასკოლო რეფორმასთან. არსებული მოცემულობით 85% სტუდენტების არიან კონცენტრირებული თბილისში და მხოლოდ 15% სხვა ქალაქებსა და რეგიონებში და შესაბამისად თბილისთან ერთად მეორე ცენტრი იქმნება ამ რეფორმის ფორმაციაში და ქუთაისი სწორედ იქნება ის მეორე ცენტრი, რომელიც თბილისთან ერთად ძირითად დატვირთვაზე იქნება ორიენტირებული. უნდა მოხდეს კონცენტრაცია სწორედ მაღალი ხარისხის განათლებაზე. კონცენტრაცია ნიშნავს აქ ადგილზე სტუდენტების დარჩენას, მიზიდულობას, რათა მათ ინტერესი ჰქონდეთ ადგილზე მიიღონ უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა ეს ნიშნავს ასევე მაღალი აკადემიური განათლების მქონე პერსონალის დაინტერესებას, რათა ჰქონდეს სურვილი დარჩეს თავის სამშობლოში. პირველ რიგში ეს არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ სახელმწიფო ინტერესებით, ანუ ის მოთხოვნები, რაც ქვეყანას აქვს იმ განათლების და იმ ცოდნის მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული გამოცდები არ უქმდება, რაც ერთ-ერთი განხილვის თემა იყო, იქნება უფრო გაძლიერებული, როგორც სკოლიდან მოწოდებული ცოდნის ნაწილში, ასევე უნივერსიტეტის მიღების ნაწილში.
მმართველი გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მიმართავს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა აეკრძალებათ სხვა პარტიებსაც. ცვლილებები ერთდროულად შევიდა 4 კანონში, ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი დაჩქარებული წესით უყარა და ის კანონმდებლებმა გუშინ დაამტკიცეს. უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი ეს პარტიასთან დაკავშირებით რასაკვირველია აქ ორი აზრი არ არსებობს რომ იქნება ფაქტებით გამაგრებული ფაქტებით რომელიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში და სრული განუკითხაობა იყო როგორც სტრასბურგის სასამართლო აზუსტებს ეს იყო სისტემური მართვის სტილი როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა. ნაცმოძრაობა პრინციპულად არ ცვლის პოზიციას და განაგრძობს იმ სცენარით მოქმედებას, რასაც ქვია საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის, შეუქცევადი პროცესის განვითარება. ყველაფერ ამას საკუთრებით თავის დასაბუთება ექნება პროფესიონალური ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც საუბარია 4 კანონის გაუქმებაზე კვლავ შეფასებების საგანია მმართველ გუნდში. მათი განცხადებით ვენეციის კომისიამ რეკომენდაციების სხვა აქტორების დახმარებით შეიმუშავა, რაც საფუძველს უდებს პოლიტიკურ манипуляციებს. ამერიკულის ზუსტი ანალოგი ქართული ფარა და კანონები, გრანტების პოლიტიკური გაერთიანებებისა და მაუწყებლობის შესახებ ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო ორგანომ დაიწუნა. მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა, ვენეციის კომისიამ აღიარა, რომ ქართული ფარა ამერიკულის ზუსტი ანალოგია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის საქართველოში საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. სხვა აქტორების მოთხოვნით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ეს რეკომენდაციები, რაც რა თქმა უნდა ჩვენ გვიჩენს იმის განცდას, რომ ეს იქნება გამოყენებული პოლიტიკური манипуляციებისთვის. ასევე საქართველოს კანონმდებლობა, კონკრეტულად ეს კანონები, რაც არის მითითებული ვენეციის კომისიაში, ეს კანონმდებლობა არის იმ ზომით, იმ ფორმით და იმ სიძლიერით, რა პრობლემების წინაშეც იდგა საქართველოს სახელმწიფო. მსგავსი ან ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო რეპრესიული კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპის სახელმწიფოებშიც, ამიტომ რაც მისაღებია ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპის ქვეყნებში, რაც იქ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს საფრთხეს არ უქმნის და პირიქით უფრო აძლიერებს სახელმწიფო სისტემას, რა თქმა უნდა, კარგია საქართველოსთვისაც. შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე და გადატრიალების მცდელობა კვლავ ცხარე დისკუსიის თემაა 4 ოქტომბრის ღამე თბილისში. მმართველი გუნდით დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის ავტორებს სწორედ იმ მოვლენების განმეორება სურდათ, რომლებიც ერთი თვის წინ ნეპალში მოხდა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ ოპოზიციურ ფლანგს, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. გეგმის შინაარსს კი აქტიურად ავრცელებდნენ წინასაარჩევნოდ. თავი პრობლემა 4 ოქტომბრის იყო ის, რომ არათუ გეგმა არ არსებობდა, რამედ ის რომ უპატივცემლობა იყო გამოხატული ადამიანის მიმართ, რომ თქვენ არაფერს არ გეტყვით, მოდით და რაღაცას მიტინგზე შეგატყობინებთ და სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა ამის დაიჯერა. მე ამგონია, რომ ქართლის ნება ამ შემთხვევაში ოპოზიციას უნდა დადანაშაულებდეს, ზოგადად ოპოზიციას ეკუთვნის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, მაგრამ თვითონ ორგანიზატორი, თავარი, ასე ვთქვათ, რეჟისორი ამ ყველაფრის იყო ისევ ქართული ოცნება. არავის არ დაუმალავს უკეთ აგვისტოდან მოყოლებული თუ უფრო ადრე, რომ სწორედაც ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული იმისათვის, რათა დამარცხებულ უმცირესობას არჩევნებში დამარცხებულ უმცირესობას ამ ფიზიკური ძალის გამოყენებით მოეპოვებინა ხელისუფლების სადავეები. ამაზე ლაპარაკობდნენ ინტენსიურად, ამაზე ლაპარაკობდნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტულ სქემას და სცენარს თავაზობდნენ საზოგადოებას. თუ როგორ იგეგმებოდა, ვინ იყო ამ დანაშაულში ჩართული, ვინ ამარაგებდა ან პოლიტიკურად მხარს ვინ უჭერდა ამ კონსპირაციას, ფინანსურად ვინ უჭერდა მხარს, ამაზე
ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორსაც. მათ პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და იუნესკოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რწმუნებათა სიგელი გადასცა იუნესკოს გენერალურ დირექტორს. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს იუნესკოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მანდატით გაერთიანებულ სფეროებს. გენერალურმა დირექტორმა საქართველოს იუნესკოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და ორგანიზაციის ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ომზე მკაფიო მანდატის გარეშე საუბრობს. ორბანმა ევროკავშირს შეახსენა, რომ ისიც, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით წევრ სახელმწიფოების პასუხისმგებლობაში რჩება. უნგრეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს უწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები რეალური მშვიდობისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.